მოგესალმებით, მე ვარ გიორგი ბაქრაძე, ჩვენი დღევანდელი განხილვის საგანი გახლავთ სამდიაგონალური მატრიცის ელდუ ფაქტორიზაციის აგება თომასის ალგორითმის გამოყენებით. სანამ ალგორითმის რეალიზება შეუდგებით და გავეცნობით მას უფრო უკეთ, ჯობია რამდენიმე განსაზღვრება გავიხსენოთ. რას ნიშნავს საერთოდ ამ მატრიცის ელდუ ფაქტორიზაცია? ეს ნიშნავს მის წარმოდგენას ორი მატრიცის ნამრავლის სახით, სადაც პირველი მატრიცი არის ქვედა სამკუთხა მატრიცი, ხოლო მეორე მატრიცი არის ზედა სამკუთხა მატრიცი. ქვედა სამკუთხა მატრიცი არის ისეთი მატრიცი, რომლის მთავარი დიაგონალის ზევით არსებული ყველა კომპონენტი არის ნულის ტოლი. ხოლო მის ქვემოთ არსებული კომპონენტები თვითონ ამ დიაგონალის კომპონენტების ჩათვლით წარმოადგენენ რაიმე კონკრეტულ მნიშვნელობებს. ჩვენ დასაწყისში აღვნიშნეთ, რომ ეს თომასის ალგორითმი არის სამდიაგონალური მატრიცისთვის. რას ნიშნავს ახლა ეს სამდიაგონალური მატრიცი? ეს არის ესეთი მატრიცი, რომლის მთავარი დიაგონალის ზევით არსებული დიაგონალი და ქვევით არსებული დიაგონალი წარმოადგენენ ვექტორებს, რომელთა კომპონენტებიც არიან რაიმე კონკრეტული რიცხვები, კონკრეტული მნიშვნელობები, ხოლო მათ გარდა ყველა სხვა დანარჩენი კომპონენტი ამ მატრიცში არის ნულის ტოლი. და რას გვთავაზობს ეს ჩვენი თომასის ალგორითმი? ეს გვთავაზობს, რომ თუ მოცემული გვაქვს ესეთი სამდიაგონალური მატრიცი, რაიმე L მატრიცი ჩავწეროთ აი ესეთი სახით. სადაც როგორც ხედავთ, მთავარ დიაგონალზე არის ვექტორი, რომლის კომპონენტებიც არიან სულ ერთიანები. ანუ მთავარ დიაგონალზე წერთ ერთიანებს. ხოლო მის ქვემოთ წერთ უბრალოდ უცნობებს. მნიშვნელობა არ აქვს მათ, როგორ აღვნიშნოთ, ჩვენ შემთხვევაში ეს წარმოდგენილია ბეტა2, ბეტა3, ბეტა4 უცნობების სახით. ხოლო U მატრიცს ჩავწერთ უკვე ესეთი სახით. აქ მთავარ დიაგონალზე ჩავწერთ უცნობებს, ხოლო მთავარ დიაგონალის ზევით ჩავწერთ იმ მნიშვნელობებს, რომლებიც გვაქვს მოცემული ამ მატრიცში. მას შემდეგ რაც უკვე ამ L-ს და U-ს ჩავწერთ, L და U მატრიცებს იმ სახით, როგორაც ალგორითმი გვთავაზობს, ის გადაგვრჩება, რომ უბრალოდ ერთმანეთზე გადავამრავლოთ. რის შემდეგაც მივიღებთ იგივე ამ მატრიცს, სადაც ეს უცნობები ქმნიან ესეთ გამოსახულებებს და ამის შემდეგ ამ გამოსახულებებს გავუტოვებთ ამ მატრიცში არსებულ მნიშვნელობებს და ვიპოვებთ თითოეულ მათგანს. მათი პოვნის შემდეგ ამ უცნობებს გადავიტანთ უბრალოდ L და U მატრიცში. სანამ ახლა ალგორითმის გადატანა შეუდგებით, ანუ რეალიზებას, მე მინდა რამდენიმე ისეთი მომენტი აღვნიშნო ამ ალგორითმთან დაკავშირებით, რომელიც აგვეხმარება ამ ყველაფრის უკეთ გააზრებაში. და თვითონ ალგორითმის რეალიზების პროცესში შეგვიწყობს ხელს. პირველი მომენტი არის ის, რომ ჩვენ რეალურად საძიებელი გვაქვს ორი ვექტორი, სადაც ეს არის L მატრიცში მთავარი დიაგონალის ქვემოთ არსებული დიაგონალი და U მატრიცში მთავარი დიაგონალი. ანუ ჩვენ როცა კოდის წერას დავიწყებთ, იქ მთლიანად L და U მატრიცს არ შევავსებთ, უბრალოდ გამოვიყენებთ, უბრალოდ ვიპოვეთ ჩვენ აი ამ ორ ვექტორს. მეორე მომენტი და ის საწყისი წერტილი, ასე დავარქვათ, საიდანაც ჩვენი ალგორითმი დაიწყებს მუშაობას, არის ის, რომ α1 უცნობის მნიშვნელობა არის ყოველთვის ცნობილი და ის ტოლია პირველი კომპონენტის, აი ამ მატრიცის პირველი კომპონენტის ტოლი. და მესამე რაც არის ყოველ ბიტზე, ჩვენ iterაციის ყოველ ბიტზე ეს ბეტა-n-ს და ალფა-n-ს გამოვთვლით ესეთი გამოსახულებებით. მართლაც თუ თავად ნახავთ, ესენი ეს ბეტა-n და ალფა-n, ეს უცნობები ესეთ სახეს მიიღებენ. აი დავაკვირდეთ ახლა ესეთ რაღაცას, რომ რეალურად ჩვენ ჯერ პოულობთ ალფა-1-ს, შემდეგ ჩამოვდივართ პოულობთ ბეტა-2-ს და ასე შემდეგ, თითქოს აი საფეხურებებით მოვყვებით და პოულობთ ყველა უცნობს. ანუ ამ მომენტსაც, ამის დანახვასაც რაღაც უფრო ისეთი ცოტა დიდი მნიშვნელობა აქვს. დიდი ანუ იმ თვალსაზრისით, რომ უფრო უკეთ დაგვეხმარება თვითონ პროცესის გააზრებაში. მოდი გადავიდეთ ახლა კოდის წერაზე უკვე. მე აქ გამზადებული მაქვს ფოლდერი, სადაც ჩავწერ ამ ჩემ კოდს. გავაკეთოთ ახალი ფაილი.
და დავარქვათ მასებები. პირველ რიგში შემოვიტანოთ აუცილებელი ბიბლიოთეკები. ეს სტანდარტულად დავწეროთ ჩვენი int main-ი. გავუშვათ და ვნახოთ სწორად მუშაობს თუ არა. როგორც ხედავთ, სინტაქსური შეცდომები არ გვაქვს, შეგვიძლია გავაგრძელოთ მუშაობა. პირველ რიგში მე ესეთ რაღაცას გთავაზობთ, რომ ეს რაიმე მატრიცი, რომელზეც ჩვენ ვიმუშავებთ, ჩავწეროთ ფაილში. გავაკეთოთ ფაილი. ფოლდერი არა უკაცრავად. ფაილი, რაიმე ტექსტური ფაილი data 1 და მაშინ ჩავწეროთ რაიმე მატრიცი. ეს მატრიცი საილუსტრაციო მაგალითები აქ მოცემული გვაქვს და უბრალოდ გადავიტანოთ ეს. ცოტა უშნოთი გამოჩნდება, მაგრამ არა უშავს. რადგან მეორე მატრიციც გვაქვს ამ საილუსტრაციო მაგალითში, მოდი მეორე ფაილიც გავაკეთოთ და შევინახოთ ეს ჩვენი მატრიცი. გადავიტანოთ ახლა აქ. ესეც ასე, ეს უკვე გადავიტანეთ. ვინაიდან ახლა ჩვენ ორ ფაილთან მოგვიწევს მუშაობა. მოდი ესეთი რაღაც გავაკეთოთ, შემოვიღოთ კონსტანტები. ერთი კონსტანტა, რომელიც განგვისაზღვრავს მატრიცის განზომილებას და მეორე თვითონ ფაილს, სადაც განთავსებული იქნება ჩვენი მატრიცი. ესეთი რაღაც დავარქვათ. ამ განზომილების აღმნიშვნელ კონსტანტას. და მეორე კონსტანტა იქნება თვითონ ფაილის მისამართი. matrix file path. და იყოს ეს data 1 text პირველ შემთხვევაში. დავაკომენტაროთ ეს. აქვე მინდა აღნიშნო, რომ როგორც წინა ტუტორიალებში ვნახეთ, ერთ შემთხვევაში ჩვენ ერთი ამოცანის ამოსახსნელად გამოვიყენეთ ანალოგიური მეთოდი, მეორე ამოსახსნელის ამოსახსნელად გამოვიყენეთ უკვე კლასები, ვექტორი, რომ საილუსტრაციოდ გვეჩვენებინა მისი გამოყენების უპირატესობა, თუმცა დღეს ჩვენ ამას არ გავაკეთებთ, რადგან ალგორითმი საკმაოდ მარტივია რეალიზების თვალსაზრისით და დროის დაზოგვის მიზნით, უბრალოდ შემოვიფარგლებით მარტო პირველი მეთოდით, რომლის განხორციელებასაც უფრო ნაკლები დრო ჭირდება. კიდევ რა დაგვჭირდება ჩვენ? მოდი კიდევ შემოვიღოთ ესეთი გლობალური მატრიცი A ორგანზომილებიანი, ალბათ ხვდებით, რომ აქ შევინახავთ ჩვენ მატრიცს, რომელიც ფაილში გვაქვს განთავსებული და მისი განზომილებები იქნება მატრიცის განზომილების ტოლი. ასევე ვინაიდან ჩვენ საძიებელი გვაქვს რეალურად ორი ვექტორი L და U შესაბამისად, ამისთვის შემოვიღოთ კიდევ ორი მასივი L, რომლის განზომილებაც იქნება მატრიცის განზომილებას -1 და მეორე U, რომლის განზომილებაც დაემთხვევა მატრიცის განზომილებას. მართლაც აი თუ დავაკვირდებით, ჩვენ აი აქ ნახეთ, მოცემული გვაქვს 4 განზომილებიანი, ანუ 4-4-ზე მატრიცი და L
მატრიცის საძიებელი ვექტორის ელემენტების რაოდენობა არის 3. აქ შესაბამისად არის 4-ის ტოლი. ანუ ეს არის n-1, ეს არის n-ის ტოლი. ამ მატრიცის საძიებელი ვექტორის კომპონენტების რაოდენობა. ამიტომ ავიღეთ ესეთი სახით. მოდი ესეც დავაკომენტაროთ. გლობალური ცვლადები. ესე დავარქვათ. ეხლა რა გავაკეთეთ? მოდი ეხლა დავწეროთ ფუნქცია, რომელიც თვითონ ამ მატრიცს წაიკითხავს და ჩაგვიწერს a მასივში, a ჩვენ ორგანზომილებიან მასივში. მატრიცის წაკითხვა ფაილიდან void ტიპის უნდა იყოს ეს load matrix. ესეთი სახელი დავარქვათ. მოდი სანამ კოდის წერას გავაგრძელებთ, გავუშვათ კიდევ ერთხელ ჩვენი პროგრამა. როგორც ხედავთ, სინტაქსური შეცდომები არც ეხლა არ გვაქვს. და დავწეროთ ესეთი რაღაც string in matrix file path. და უბრალოდ მარტივი ციკლი დაგჭირდება. ეს პირველი გარე ციკლი. ეს მეორე შიდა ციკლი. და უბრალოდ ამ ჩვენს მასივში ჩავწერთ ფაილიდან წაკითხულ მნიშვნელობებს. მოდი აქვე დავწეროთ კიდევ ერთი ფუნქცია, რომელიც დაგვიბეჭდავს ამ ჩვენ წაკითხულ მატრიცს. და მას დავარქვათ ესეთი რამ მატრიცის დაბეჭდვა. ეს კომენტარში ჩავწეროთ. get ჩანდეს. ესეც იქნება void ტიპის print matrix. და უბრალოდ ისე ორმაგი ციკლი დაგჭირდება, მარტივი ციკლები საკმაოდ. ხა, მეორე ციკლს დავწეროთ. და აქ უბრალოდ დავბეჭდოთ ამ ჩვენი მატრიცის მიმდინარე ელემენტი. ერთმანეთს რომ დავაცილოთ ესეთი რაღაც გავაკეთოთ და ყოველი სტრიქონის დაბეჭდვის შემდეგ დავბეჭდოთ ერთი end line. ეხლა მოდი გავტესტოთ ეს ჩვენი ფუნქციები და ვნახოთ როგორ მუშაობს. ჯერ ვიზახებთ load matrix და შემდეგ print matrix. ხო, ერთ რამეს მინდა გავუსვა ხაზი, რომ ეს ჩვენი მატრიცი არის გლობალური, განსხვავებით წინა ამოცანებში გაკეთებული მაგალითების. ანუ ჩვენ იქ გლობალურად არ ქონდა ეს მატრიცი, მე უბრალოდ ეს მასივი შემოღებული, ამიტომ წერდით main-ში და შესაბამისად ამ ჩვენ ფუნქციებს პარამეტრებად გადავცემდით ამ მატრიცს. და ვინაიდან ახლა ეს გლობალური მატრიცია, უბრალოდ გლობალური მასივია, ჩვენ მასზე თვითონ პირდაპირ გვაქვს და აქ უბრალოდ პარამეტრების გადაცემა არ გვჭირს. აი ეს განსხვავება მინდა რომ შენიშნოთ აი წინა ამოცანებთან შედარებით. ხა გავუშვათ ეს ჩვენი პროგრამა და ვნახოთ რას აკეთებს. მოი რაღაც შეცდომა მქონია. აქ ინტის დაწერა დაგვაიწყდა. ეს ინიციალიზება ჭირდება მას აუცილებლად. როგორც ხედავთ რაღაცა მოვიტანა. მოდი შევადაროთ.
ამდვილად ის არის თუ არა ჩვენ გვჭირდება. ახსნათ ვინაიდან პირველ ფაილთან მუშაობდით. და როგორც ხედავთ, ყველაფერი რიგზეა, მე მგონი, სწორად ამაიდან. ხა ეს დავხუროთ ჩვენი პროგრამა და მოდი მეორე ფაილისთვისაც შევამოწმოთ ეს ჩვენი ფუნქციები როგორ მუშაობს. ამისთვის აქ უბრალოდ ამ ფაილის მისამართში, რომელიც არის კონსტანტა, დავწეროთ ესეთი რაღაც. გავუშვათ. კიდევ ამოგვიტანა რაღაც. დაგვიბეჭდა. ის შევადაროთ. როგორც ხედავთ, ემთხვევა ერთმანეთს. ასევე შეგვიძლია გავაგრძელოთ კოდის წერა ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე. ვინაიდან ეს ორი ფუნქცია უკვე გვაქვს, ახლა გავაკეთოთ ესეთი რაღაც. მოდი დავწეროთ ფუნქცია, რომელიც უკვე გვიპოვნის ამ l და u ვექტორებს. და რეალურად ეს იქნება ჩვენი ალგორითმის რეალიზება. მოდი ამ ფუნქციას დავარქვათ factorize და ესეც იქნება void ტიპის, არაფერს არ დაგვიბრუნებს. დავაკომენტაროთ ამ მატრიცის l ფაქტორიზაცია. მოდი გადავხედოთ ახლა აქ წარმოდგენილ რამდენიმე მომენტს, რომელიც მე სანამ წერას დავიწყებდით აღვნიშნე. და ნახოთ აქ, ანუ აქ როგორც ნახეთ, ალფა 1-ის მნიშვნელობა ჩვენ ყოველთვის ვიცით. ვინაიდან ეს პირდაპირ არის გამოცემული მატრიცის პირველი კომპონენტის ტოლი. ამისთვის ჩვენ ამ მოცემულ მატრიცში, მატრიცის ვექტორში, ანუ მატრიცის შესაბამის მასივში ჩავწეროთ ეს მნიშვნელობა. ანუ ამ ნულის მნიშვნელობა იქნება ესეთი რამ. ვინაიდან u წარმოადგენს აი ამ ჩვენს საძიებელ ვექტორს, აი ამას და მისი პირველი ელემენტი ტოლია მოცემული მატრიცის პირველი ელემენტის, პირველი კომპონენტის. ამიტომ მასში უბრალოდ ჩავწერთ ამ მნიშვნელობას. ესე დავარქვათ ამას, ესე დავაკომენტაროთ საწყისი წერტილი მოდი ბჭყალებში. ანუ ის ადგილი, საიდანაც ჩვენი ალგორითმი აიდგამს ფეხს. ნუ ამის შემდეგ ახლა დაგვჭირდება ერთი მარტივი ციკლი, ანუ ამ საძიებელ l და u ვექტორებს ჩვენ ვიყენებთ ერთი ციკლის მეშვეობით. დავწერთ ესეთ რამეს. ახლა ყოველ ბიძზე რა შევით? მოდი ეს გამოსახულებები ვნახოთ, რომლითაც ყოველ ბიძზე გამოითვლება ამ ალფა n-ისა და ბეტა n-ის მნიშვნელობა. როგორც ხედავთ, ჯერ ჩვენ უნდა ვიყენოთ ბეტა n-ი, ანუ ყოველ ბიძზე ბეტა n-ს პოულობთ და შემდეგ მისი მეშვეობით პოულობთ ალფა n-საც. ამისთვის ჯერ ამ ჩვენს l მატრიცის i-1 ელემენტში ჩავწეროთ ესეთი რამე. ეს რატომაც არ ჩანდა -1. ახლა i-1 რატომ? იმიტომ რომ ციკლს ვიწყებთ ჩვენ 1-დან. ნუ ვინაიდან ამ u მატრიცისთვის, ანუ ამ u მასივის პირველი ელემენტი ჩვენ უკვე ვიცით, აი ჩავწერეთ. ჩვენ ციკლს დავიწყებთ 1-დან, მაგრამ ჩვენ ამ l მატრიცის ნულოვან ელემენტში, პირველ ელემენტში არაფერია ჩაგვწერია, ამიტომ აქ ვწერთ i-1-ს. და თუ დააკვირდებით, მართლაც ეს გამოსახულება წარმოადგენს ეს ჩანაწერი, ეს ტრიქონი წარმოადგენს ამ ჩვენი მოცემული გამოსახულების ანალოგს.
ანალოგიურად ეხა ესეც გადავიტანოთ ჩვენ კოდში, უკვე კოდის სახით. და ამ კოდს ექნება ესეთი სახე, ესეთი სტრიქონი გვექნება ძალიან მარტივი. მორჩა სულ ეს არის ჩვენი კოდი. მოდი ახლა კიდევ ახლიდან გავიმეორებ დეტალურად ეს ორივე ხაზი რას აკეთებს. ვინაიდან ჩვენ ალფა 1-ის მნიშვნელობა ვიცით, მას წერთ ამ ჩვენ u მასივის პირველ ელემენტში. ვინაიდან u, როგორც გითხარით, უკვე არის საძიებელი ვექტორი მატრიცის და l არის შესაბამისად l-ის საძიებელი ვექტორი. ხოლო ეს ალფა 1 თვლად წარმოადგენს u მატრიცის პირველ ელემენტის მნიშვნელობას. ამიტომ წერთ ესეთ გამოსახულებას. ეხლა ყოველ ბიჯზე მოცემული გვაქვს აქ ფორმულა, რომელთაც გამოსახულება უბრალოდ რომლის მეშვეობითაც ვთვლით მიმდინარე ელემენტს. ეხლა უკეთ რომ დავინახოთ, ნახოთ აქ ჩვენს გამოსახულებებს ჩვენ ჩანაწერებში არას აკეთებს. ეს l-1 წარმოადგენს ბეტა n-ურ ელემენტს ANG, რომელიც აი აქ გვაქვს მოცემული, წარმოადგენს აი ჩვენ ამ მასივის i-1 ელემენტს, ხოლო alpha n-1 წარმოადგენს u-1 ელემენტს. და მართლაც თუ დავაკვირდებით, ეს რეალურად ესეთი რაღაც გამოდის. ეხლა მეორე გამოსახულება, მეორე ჩანაწერი განვიხილოთ, ეს i-იური წარმოადგენს ANN-ს. ანუ მიმდინარე ელემენტი რაც არის ჩვენი. ხოლო ეს მეორე გამოსახულება უკვე წარმოადგენს, ანუ მეორე ნაწილი ამ ჩანაწერის წარმოადგენს აი ამ გამოსახულების მეორე ნაწილს, სადაც ეს i-1i არის ჩვენ შემთხვევაში აი ეს წევრი. n-1n. ხოლო l-1 არის უბრალოდ ბეტა n. ეხლა ვინაიდან უკვე ეს ჩვენი საძიებელი ვექტორები ვიპოვნეთ და ისინი ჩავწერეთ l და u მასივში, უბრალოდ დავბეჭდოთ ისინი და ამისთვის დავწეროთ ორი პატარა მარტივი ფუნქცია. print l, სადაც დავბეჭდავთ ჩვენს l მასივს. აქ უბრალოდ ერთი ესეთი ციკლი დაგჭირდება მარტივი, მაგრამ წინ შესავალი გავუკეთოთ და დავბეჭდოთ l matrix. რეალურად ეს მატრიცი არ არის ვექტორია, მაგრამ ესე დავწეროთ. ვინაიდან ის ვექტორები თუ ვიცით ჩვენი საძიებელი მატრიცაც ძალიან მარტივად ჩავწერთ. ეხლა აქ უბრალოდ დავბეჭდავთ ამ ჩვენ l მასივს. ნუ აქ ალბათ ვთქვით -1 რადგანაც არის, იმიტომ რომ განზომილება l-ის არის ამ dimensions -1, ანუ თავარი მატრიცის განზომილება რაც იმას -1. და უბრალოდ დავწეროთ end line. შემდეგ ხაზზე გადავიდოთ. ახლა დავაკომენტაროთ ესეც. ეს l მატრიცის ძიებელი ვექტორის დავბეჭდო. და ახლა მეორე ფუნქცია დავწეროთ აქვე, რომელიც დაგვიბეჭდავს u-ს.
მასივს ესეც გავაფორმოთ matrix line და აქაც მარტივი ციკლი დავწეროთ ოღონდ აქ dimension -1 არ გვექნება, უბრალოდ გვექნება dimension და იგი გავზარდოთ 1-ით ყოველ ბიტს გავაბეჭდოთ ამ ჩვენი მასივის მიმდინარე ელემენტი და აქ გადავიტანოთ შემდეგ ხაზს დავაკომენტაროთ მოდი ესეც ის საძიებელი ვექტორის დაბეჭდვა უმადრიცის საძიებელი ვექტორის დაბეჭდვა ესეთი კომენტარი ეხლა უბრალოდ გამოვიძახოთ ეს ჩვენი სამი ფუნქცია პირველ რიგში factorize ანუ ელდო ფაქტორიზაციის ანუ ფაქტორიზაციისთვის გამოყენებული ეს ფუნქცია და ამის შემდეგ რაც უკვე ნაპოვნი იქნება ეს ელი და უ ვექტორები და ჩაიწერება ამ ჩვენს მოცემულ მასივებში უბრალოდ გამოვიძახებით მათ დასაბეჭდ ფუნქციებს print ელი პირველი დავბეჭდოთ l მასივი და მეორე დავბეჭდოთ u მასივი გავუშვათ და ვნახოთ რას იზავს ჩვენი პროგრამა ოი რაღაც შეცდომა მქონია უკაცრავად აქ void უნდა ეწეროს ახლა ვნახოთ როგორც ხედავთ ყველაფერი მუშაობს ეხლა ეს ნაპოვნი მნიშვნელობები მოდი შევადაროთ ამ ჩვენ საილუსტრაციო მაგალითში მოყვანილ მნიშვნელობებს როგორც ხედავთ უკაცრავად ეს ჯერ მეორე მატრიცისთვის გააკეთა აი ერთმანეთს ემთხვევა ეს მნიშვნელობები აი პირველ შემთხვევაში L მატრიცის საძიებელი ვექტორი რაც ხონდა გვიპოვნა პროგრამა და მეორე შემთხვევაში U მატრიცის მთავარი დიაგონალი ესეც გვიპოვნა მოდი ახლა მეორე უბრალოდ პირველი მატრიცისთვის ვნახოთ როგორ დავვითვლის ამ ყველაფერს მივიღებთ თუ არა ამ მნიშვნელობებს ამისთვის ჩვენს პროგრამაში გადავაკეთოთ ეს და დავარქვათ ესეთი სახელი ხა გავუშვათ და ვნახოთ როგორც ხედავთ ამ შემთხვევაშიც კორექტულად იმუშავა ჩვენმა იმპლემენტაციამ ესე ვთქვათ ამ ალგორითმის და ყველაფერი ნორმალურად მუშაობს დღეისთვის სულ ეს იყო მადლობა გიხდით ყურადღებისთვის მე დროებით დაგემშვიდობებით